რეჟიმის ტყვეების სასამართლო პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში ამ დრომდე არ განახლებულა. თბილისის საქალაქო სასამართლოში საზოგადოებრივი ადვოკატები გამოიძახეს, თუმცა პროცესი ვერ განახლდა, რადგან უფლებადამცველები დაკავებულების საქმეს სწავლობენ. საზოგადოებრივი ადვოკატების გამოძახების გადაწყვეტილება მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძემ მას შემდეგ მიიღო, რაც მის კატეგორიულ უარს დარბაზის შეცვლასთან დაკავშირებით პროტესტი მოყვა და სხდომათა დარბაზი პროტესტის ნიშნად ადვოკატებმა და დაკავებულების ახლობლებმა დატოვეს. ნინა მაჩაბელი მუშაობს დილიდან თემაზე და კვლავ პირდაპირ ეთერში გვიერთდება საქალაქო სასამართლოდან. ნინა, რა ხდება ადგილზე, ხომ არ განახლებულა პროცესი? პროცესი სულ რაღაც წუთი-წუთზე უნდა განახლდეს, თუმცა რამდენიმე წუთით იყო განახლებული, მას შემდეგ რაც თბილისის საქალაქო სასამართლოში საზოგადოებრივი ადვოკატი გამოცხადდა გიორგი მდინარაძე. პროცესი დაიწყო რამდენიმე წუთით გაგრძელდა მხოლოდ ეს პროცესი, სადაც მდინარაძემ დააყენა შუამდგომლობა, რომ გადადებული იყო კიდევ მინიმუმ 1 საათით სასამართლოს სხდომა, იქიდან გამომდინარე, რომ საქმის მასალებს ის სრულად არ იცნობდა. მოსამართლემ ეს შუამდგომლობა დააკმაყოფილა და მხოლოდ 40 წუთით ტექნიკური შესვენება გამოაცხადა და ეხლა ველოდებით, რომ წუთი-წუთზე უკვე უნდა დაიწყოს სასამართლოს სხდომა. ვნახოთ რა საბოლოოდ რა გადაწყვეტილებას მიიღებს მოსამართლე აკვეთის ღონისძიების გადასინჯვის საკითხთან დაკავშირებით, თუმცა აქვე ერთი დეტალია გამოკვეთილი. ამ დროისთვის არ ვიცით, სად არიან ბრალდებულები. ყოველ შემთხვევაში ამ საკითხთან დაკავშირებით ინფორმაცია არ გააჩნიათ ადვოკატებს, თუმცა მათ აქვთ ინფორმაცია, რომ 8 ბრალდებული ახლა უნდა იყვნენ პენიტენციურ დაწესებულებებში გადანაწილებულები, იქიდან გამომდინარე, რომ აქ მაშინ როდესაც სხდომა განახლდა, არც ერთი ბრალდებული დარბაზში აღარ შემოუყვანიათ. ასევე პროცესს რამდენიმე წუთის განმავლობაში, რომელიც მიმდინარეობდა, ესწრებოდა ერთი ადვოკატი, გუჯა ავსაჯანიშვილი, რომელმაც მიმართა მოსამართლეს, რომ წარმოედგინა ორდერი, შესაბამისი ორდერი საზოგადოებრივი ადვოკატის დასწრებასთან და საქმეში ჩართვასთან დაკავშირებით, რაზეც როგორც უფლებადამცველი განმარტავს, მოსამართლემ ვერ წარმოუდგინა და შესაბამისად ის საქმის მასალები, რომელიც საზოგადოებრივ ადვოკატს გადაეცა, იყო ტექნიკური დარღვევა და პროცესუალური დარღვევა. მოკლედ ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი და ძალიან ბევრი დარღვევა არსებობს დღევანდელ პროცესთან დაკავშირებით. უფლებადამცველები არიან დაბნეულები ასეთ სასამართლო პროცესთან, მათ ამ დრომდე კავშირი არ ქონია. შესაბამისად, როგორ გაგრძელდება ან რანაირად გაგრძელდება პროცესი, არც უფლებადამცველებმა იციან და დიდი ალბათობით არც თავად მოსამართლემ. ადვოკატები ამტკიცებენ, რომ ახლა მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძე იღებს იმ გადაწყვეტილებას, რასაც ქართული ოცნებიდან უკან ნახებენ. რამდენი სუსი არის შიგნით, რომელიც არ უნდა დაიკითხოს, შეგიძლიათ ვითხრათ. წინა დარბაზში, რომელიც იყო დიდი 6 წარმომადგენელი იკავებდა მეგობრების ადგილს. რამდენი არასაჭირო ადამიანი არის დარბაზში? 16 იკავებდა მეგობრების ადგილს. არ იქნება სამართალი, არ იქნება მშვიდობა. ეს ისე ხელი ჩაწიე მიხეილით არ გელაპარაკებით. ცოტა დამჩარა და უკვე ახლა მივდივარ, უკვე დავამთავრო რა, რომ რაც ჭირდება, რომ ეს ინფორმაცია მქონდეს საქმეში. ამ პროცესისთვის რა ჭირდება. ასეთება ამ მასალების გაცნობა. კი, არა მარტო ახლა თლიანად უკვე მე იქით ვიყავი 1 საათზე მეტი ვეცნობოდი უკვე და ძირითად მასალას ვიცნობ, მაგრამ კიდე რაღაცები ჭირდება. სასამართლო პროცესზე ადვოკატი, რომელიც იმყოფებოდა, მოსამართლისთვის არ ჰქონდა ორდერი წარდგენილი. მოსამართლეს თხოვე მეინახებინა ჩემთვის სახაზინო ადვოკატის ორდერი და მიუხედავად ამისა, რომ ადვოკატს ორდერი და მოწმობა არ ჰქონდა წარდგენილი, მოსამართლემ მიიჩნია აღნიშნული პიროვნება ადვოკატად, რაც ასევე საპროცესო კანონმდებლობის დარღვევაა და შუამდგომლობაც კი დააყენებინა. ეს პირდაპირ მიუთითებს იმ გარემოებებს, რომ სასამართლო მიკერძოებულია, იმიტომ რომ პირდაპირ შავი თეთრზე წერია, რომ არ შეიძლება ადვოკატის საქმეში იყოს, თუ მას წარმოდგენილი არ აქვს ორდერი, არ აქვს წარმოდგენილი მოწმობა, პოზიცია არ აქვს შეთანხმებული მის დაცვის ქვეშ ყოფნა. ყოველივე ეს საქმეში არ იყო. წარმოდგენა არა გვაქვს სად არიან ბრალდებულები, მით უმეტეს ჩვენ ჯანმრთელობის გამო გვაინტერესებდა ირაკლის ცოტა მყიფე ჯანმრთელობა აქვს და დავინტერესდა ვერაფერი ვერ გავიგეთ. დიდი ალბათობით უთხრა სასამართლო რომ წაიყვანათ პენიტენციურ დაწესებულებაში, მით უმეტეს სამუშაო საათები რახან სრულდება, ეგ დროს პენიტენციურ დაწესებულებას მიყავს ხოლმე ისედაც ბრალდებული როგორც წესი გამონაკლისების გარდა. ახლა არ ვიცი სიმართლედ მართლა არ ვიცი რა ხდება, ანუ რა ეტაპზე იმყოფება პროცესი, ან რა სტადიაში, ან რა სტატუსი აქვს ამ პროცესში ხუსკივაძეს, პროკურატურას, ადვოკატებს, ბრალდებულებს. გაურკვეველია, ხუსკივაძე იქცევა ისე როგორც საკუთარ სამზარეულოში.
ადვოკატების მტკიცებით მოსამართლის ასეთი სიჯიუტე და რამდენიმე შუამდგომლობის არ დაკმაყოფილება სასამართლო დარბაზის შეცვლასთან დაკავშირებით მეტყველებს მხოლოდ ერთ-ერთ რამეზე, რომ მას აქვს მითითება არალეგიტიმური ხელისუფლების მხრიდან, რომ კიდევ ერთი მექანიზმი გამოიყენოს დასაჯოს 8 პოლიტიკური პატიმარი ამ შემთხვევაში და ჩატარდეს სასამართლო პროცესი ისეთ დარბაზში, რომელიც არ არის როგორც ტექნიკურად გამართული, ასევე არის სიმჭიდროვე. სწორედ ამ დეტალიდან გამომდინარე, ერთ-ერთი ბრალდებული გახდა. შეუძლოთ მას სამედიცინო დახმარებაც კი დასჭირდა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფი იყო სასამართლოში მოსული, სადაც ექიმები პირდაპირ წერდნენ, რომ 19 წლის ბრალდებულის შეუძლოთ ყოფნის მიზეზი იყო უჟანგბადობა. ეს უჟანგბადობა კი გამოწვეული იყო იმით, რომ მოსამართლემ არ დააკმაყოფილა ადვოკატების რამდენიმე შუამდგომლობა და უფრო დიდ დარბაზში არ გადაიტანა სხდომა.